მოგესალმებით მეგობრებო. კაიხანი აღარ გამოვრჩენილ ვარ, იმიტომ რომ შემოდგომა სოფელში ბევრი საქმე გვაქვს და მინდა ამ ვიდეოშიც გაჩვენოთ სწორედ ამ შემოდგომასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ. ეზოში ჩვენ არ გვაქვს არანაირი სათავსო, რომელშიც შეიძლება რაიმე გააკეთო ისეთი, რომელიც არ გინდა რომ თქვა სახლში იყოს გასაკეთებელი, ხო? და გადავწყვიტეთ აი ესე უცბად გაგვეკეთებინა რაღაც ეგრეთ წოდებული შენობა. მოვიძიეთ თუ კი რამე ქონდა სახლში ძველი რკინები. ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ეძებენ ეზოში თუ რამე გვაქვს ისეთი რისი გამოყენებაც შეიძლება. მეც აგერ აქვე ვარ და ვამხნევებ. თან ვიდეოს ვიღებ არქივისთვის, ჩვენი საოჯახო არქივისთვის და ბარემ თქვენს გაგიზიარებთ. ანუ, რას ვაკეთებთ? ეს იქნება ესეთი ოთახი, სადაც რთველის შემდეგ ვიქეიფებთ და შემდეგ უკვე გამოვიყენებთ კიდევ სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, რომელსაც გაჩვენებთ ეტაპობრივად. აგერ ახლა უკვე შეადუღეს რკინები ერთმანეთზე. რა თქმა უნდა, არ გვეყო რაც სახლში გქონდა და მოგვიწია ყიდვა. და შემდეგ უკვე ნელ-ნელა რაღაცას დაემსგავსა, რაღაც კონსტრუქცია შეიკრა. სოფელი კიდევ იმით არის ძალიან კარგი და მაგარი, რომ შენი მეგობრები უანგაროდ, აბსოლუტურად ყველანაირი რაღაცების გარეშე გეხმარებიან, გვერდში გიდგანან და შენი სურვილების ასრულებაში მოკლედ გეხმარებიან. როგორც ახლა ხდება აი ესეთ შემთხვევაში სამსახურიდან მოსული დაღლილი ჩემი მეუღლე, მისი მეგობარი ახლა აგრძელებენ ჩვენთან მუშაობას. მეც სამსახურიდან დავბრუნდი და ესევე დავიწყე გადაღება. აი ესე ეტაპობრივად კონსტრუქცია თანდათან იკვეთება, რა, როგორ, რანაირად იქნება, ბევრი ვიფიქრეთ და მაქსიმალურად რის საშუალებაც ქონდა გავაკეთეთ. თუმცა ესეც პატარა არის იმისთვის, რისთვისაც გჭირდება ეს შენობა. ეს რა თქმა უნდა არის დროებითი, აქ უნდა კაპიტალური შენობა გაკეთდეს შემდეგ, მაგრამ რადგან რთველში გვეყოლება სტუმრები, რომლებსაც სახლში ვერ დავტევთ საქეიფოდ, გადავწყვიტეთ აი ესე უცებ გაგვეკეთებინა აი კუსტარული რაღაც ძალიან რაღაც ესეთი, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელად მოგვემსახურა. ესეც კადრები რთველიდან. თველში მოწვეული ყავდა ჩემი თანამშრომლები, მეგობრები, მეგობრის მეუღლეები, ნათესავები, თუმცა ჩვენი ვენახი საკმაოდ პატარა, არ არის იმხელა რომ ბევრი ადამიანი სჭირდებოდეს დასაკრეფად, მაგრამ ჩვენთვის რთველი არის რაღაც მეგობრების თავშეყრის, ნათესავების თავშეყრის სიმბოლო. ანუ სამუშაო არის საკმაოდ სახალისო, ცოტა და სამაგიეროდ მე ძალიან კარგად ვერთობით და უკვე 3 წელია ეს ტრადიცია არსებობს, ანუ რაც სოფელში ვართ უკვე ჩამოსულები და აქ ჩამოვსახლდით, ასე ვთქვათ. იმდენად მხიარული იყო ჩვენი რთველი, რომ სახლშიც აი ასე ტაშფანდურით დავბრუნდით. სულ არ ვიყავით დაღლილები, მართლა ოღონდ სულ რაღაც 3 საათში დავკრიფეთ. დაახლოებით 2 ტონა ყურძენი და დავბრუნდით სახლში. და რა ხდება ამ დროს? აქ უკვე შიშხინებს წვადები, რადგან ჩემი მეუღლის მეგობარი რომეთ ძალიან გემრიელად ამზადებს, აგერ ჩანს კადრში წითელი მაისურით. დავტოვეთ და მან მოგვიმზადა თხა დავკალით მოკლედ რთველში და ამ თხისგან უამრავი გემრიელობები.
ჩვენი სტუმრები აი ასე გემრიელად მიირთმევენ კარგი მუშაობის შემდეგ იქ მზემ შეგვაწუხა და თუ სადმე რამე გქონდა ყველაფერი ჩამოვაფარეთ. მუსიკა, მუსიკოსებიც რა თქმა უნდა არ გვაკლდა, იმიტომ რომ გიას ჩემი მეუღლის მამიდაშვილი არის მუსიკოსი, თავის მეგობართან ერთად გავმხიარულებ და ეს უკვე მეორე დღე. სტუმრები გავაცილეთ, მეორე დღეს დავწურეთ ყურძენი. აი ასე, მე გავაკეთე ბადაგი. თანდათან დავალაგეთ, მივლაგდით და სულ ეს იყო დროებით. წარმატებებს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ჩემი ვიდეოები. ეს უფრო მეტ სტიმულს მომცემს, რომ გაგიზიაროთ ჩემი სოფლის ცხოვრება. მადლობა.